საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გრძელდება ეს ამორალური საზოგადოების ცხოვრების წესი, რომელიც ამორალური წესითაც ცხოვრობს ქართული საზოგადოება და რომლის ზეიმიც არის საქართველოში და მე დიდ ქრისტიანებად მოაქვს ზოგიერთ თავი, დიდი მორალის ადამიანებად, ზოგს ცივილიზაციური ევროპის შვილებად და მოკლედ ერთი მხარეა თუ მეორე მხარეა სიმართლე გითხრათ, ორივე ნაგავია და ესა ამორალური საზოგადოება, რომელიც ამორალური საზოგადოებაც ყველაფერ უბედურებას იმსახურებს, იმიტომ რომ აქ პირდაპირ ზეიმი არის უსინდისობის და როგორ გითხრათ, იცით? მე როგორც ქართველს მსხვენია, რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი საზოგადოება ამ დონეზე არის დასული. გულისხმობ ამ კომისიის მუშაობას და იქ მიმდინარე ამბებს და სოციალურ ქსელში ატეხილ ერთ ამბავს, რომ დედა ეს რა საშინელი რეჟიმის ხელში ცხოვრობდით, ნაცები აღარ დაბრუნდებიან არასდროს და მიდის ეს გაზიარება და აბა შენ ნაციონალები კი ღმერთო დალოცე ბიძინა და აი გულის ამრევის საქციელი და მოყავთ ეს გაუბედურებული ხალხი და აყოლიებენ ახლა თავიანთ ისტორიებს, რომელი ისტორიების აბსოლუტურად უმრავლესობა ყველამ ვიცოდით, ისედაც ყველამ ვიცოდით, თელმა ერმა იცოდა, მთელი ამ 13 წლის მანძილზე სულ ამაზე იყო ლაპარაკი, სულ ამის გახსენება იყო და ახლა კიდე ერთხელ მოკლედ ამ მიცვალებულების სახელით მოვიდნენ ეს უსინდისო ქოცები სათავეში და ამ მიცვალებულების გვამებზე არიან ახლა წინარჩუნებენ ხელისუფლებას და მომავალშიც მაგათი გვამებით უნდათ დარჩენა. და რა თქმა უნდა ამას აპიარებენ ამ უბედურების თემას და მე ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, ზოგი მომხრია, ზოგი წინააღმდეგია, ზოგი ესა და მე როგორც ადამიანს კითხვები მიჩნდება რა, უბრალოდ საზოგადოებასთანაც, მე ახლა ქოცებზე და წულუკიანის მორალზე და სუბარის მორალზე და იმათ მორალზე არ ამაქვს ლაპარაკი, ქოცების მორალზეა, ისე როგორც ნაცების მორალზე არ ამაქვს ლაპარაკი და არც მექნება არასდროს, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ესენი არიან ზუსტად აი ორივე ერთი გველის წიწილები არიან თავიანთი ლიდერით, რომელმა ლიდერმაც ლომის წვლილი შეიტანა სააკაშვილის შექმნაში, ნაციონალური მოძრაობის რევოლუციური გზით მოსვლაში, მერე დაფინანსებაში და იმ ბუტარობაქიძის ტყვია რო ესროლეს და იმ სხვა ბიჭებსაც და იმათაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული ფულით იყო ყველაფერი, ნუ რა ვიცი, ნუ დაავიწყდება ეგ ყველაფერი რა. ნუ გამოდიხართ აქ ფრთიან ანგელოზებად. ამიტომ ეს ამორალური პიროვნება რო ყავთ გაღმერთებული, აი თქვენც ამიტომ ხართ აი ამორალური ადამიანები რა. და ახლა ატეხილია ერთი ამბავი, სიმართლე არავის არ უნდა, სიმართლეს ნუ ეთქვი ოღონდ, აი სიმართლეს ნუ ითქვი საქართველოში და რაც გინდა იზილაპარაკე ყველა ტყილზეა. ატყდა ახლა ერთი ამბავი, რომ თურმე ირინა ენუქიძის ხსენების შემდეგ ასე ისე აგერ იამეტრეველი იყო გამოსული და თურმე ეს იმედი აპიარებს პირდაპირ, რომ აი თურმე როგორ დაცინიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდები და ეს მიმართვა ახალგაზრდებზე, აი ახალგაზრდებო ასე და ვიღაცები აჰაჰავებენ. მიდის ახლა ამაზე მიდის მსჯელობა დღეს საქართველოში. ხალხო, აი მე მინდა აი ყველა მხარეს მინდა რომ აი დაუშვა კითხვა, იმიტომ რომ მე ნათელ მხარეს ვერ ხედავ რა. ყველა ბნელი მხარია და მაგ უბრალოდ ამის არგუმენტები იმისთვის რომ ამას ასე უყურ. მე ბიძინა ივანიშვილს როგორც საზოგადოება ასევე არავინ არ იცნობდა 2012-ში და იმ უბედურების მოშორებისთვის ყველა გვერდში დაუდექით და ეს ქოცებიც რო გდიან იქ სადაც გდიან, ჩვენი უბრალო ხალხის დამსახურებაა თუ არა ისინი ის გამკეთებლებიც არიან, ყველამ კარგად იცის და მაშინ არ იცოდა საზოგადოებამ ეს ადამიანის სინამდვილეში რაც წარმოადგენდა, იმიტომ რომ იყო დამალული, იყო ჩრდილში, ქონდა ესეთი იმიჯი შექმნილი, მაგრამ 2012 წლის მერე ახლა 2025 წელია და 13 წელი გავიდა და ამ 13 წლის მანძილზე რომ საზოგადოებამ ვერ გაიცნო ვინაა ბიძინა ივანიშვილი, რა მორალის კაცია და
ხოცები რა მორალის ადამიანები არიან, ეს უკვე საზოგადოების პრობლემაა. იმიტომ ამ პრობლემა, რომ საზოგადოებას უნდა ასეთი მონური ფსიქოლოგიით იცხოვროს და გააგრძელოს ცხოვრება და ახლა ხოცებსაც მეტი არაფერი არ უნდათ ამორალურ საზოგადოებასთან ერთად მის წარსულს აწმყოს და მომავალს იქმნიან. არ მინდა იცი, აი ძალიან არ მინდა მეუხერხულება, მაგრამ ყველაფერს აქვს რაც თავისებური ზღვარი. აი ზღვარია, იცი? და მინდა მე ლოგიკური კითხვები მინდა დავსვა, როდესაც მორალზე, ზნეობაზე და რამეზეა ლაპარაკი რა. აი ქალბატონი ია მეტრეველი. დამწარებული დედა, რომელსაც მოუკლეს შვილი, კი ბატონო უბედურებაში იყო, აგერ უკვე 22 წელიწადია გასული დაახლოებით მის მერე. თუ რამდენია არ ვიცი, ზუსტად არ შემეშალოს. 19 წელიწადია 2006 წლიდან რაცა. ბიჭო, ერთი უფრო ადრე იყო 2004 იყო მე მგონი. აი არ აქვს მნიშვნელობა. და ცალკე მისი მეუღლეც, რომელიც ასევე იბრძოდა და უდგა საზოგადოება გვერდით. მეც ვეთეკი, მეც ვიყავი, მეც გულს მწყდა ეს ახალგაზრდები და ეს უბედურება. ყოფილი ვარ იქ, სადაც დახოცეს მათი სულის მოსახსენებლად ხარდასაჭერად. ახლა ერთ რაღაცა მინდა, იცი, რაღაცა გამიჩნდა რა ადამიანური კითხვები და შეიძლება აქ ერთ მხარეზე ილაპარაკო, მარტო და მეორე მხარეზე არ ილაპარაკო. აი მე ადამიანურ კითხვას დაუსვამდი. როდესაც ასევე ირინა ენუქიძე ახსენა, ასევე სხვები ახსენა. მაგრამ ქალბატონო ია, ესენი რაც მთავრობაში მოვიდნენ, ესენი რაც მთავრობაში მოეთრე. თქვენი ოჯახიც, ისევე როგორც სხვების ოჯახები, რამდენი ხანი ელოდებოდა სამართალს. თქვენი ყოფილი მეუღლე არ ამბობდა ქვეყნის დატოვებას, არ აპირებდა პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ არ მიდიოდა გამოძიება წლების მანძილზე. ხო იყო ეს მე შემთხვევით ხო არ მახსენდება, ხო არ მღალატობს აზროვნება და მახსოვრობა. და როდესაც აი ადამიანური კითხვა მიჩნდება, როდესაც საუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც ეს უბედურება დაგმართეს. რატო არ გიჩნდებათ იმის პროტესტი, რომ როგორც მე ვიცი და როგორც ცნობილია, ზუსტად ის გამონძიებლები, ზუსტად ის პროკურორები, რომლებიც თქვენი შვილის საქმეს იძიებდნენ ქართული ოცნების პირობებში დაწინაურებულები არიან და წინწასულები არიან. ამაზე ერთი სიტყვის თქმა თუ ასეთი ძნელი იყო და ის ლოცვა ამ ამორალური ადამიანის, ის პატრული, ის მერაბიშვილი, ბიძინა ივანიშვილიდან ფინანსდებოდა მაშინ, როდესაც თქვენი შვილი მოკლეს. და ის ტყვიაც ბიძინა ივანიშვილის ფულით იყო ნაყიდი. სიმართლეს თვალი გაუსწორეთ და შეხედეთ თვალებში. ხო, ვინ როგორი მოქმედა, ეს ცალკე საკითხია, კაცო. მაგრამ ვინ აძლიერებდა რეჟიმს? მე ბიძინა ივანიშვილი არ მინახია თქვენს გვერდით 2007 წელს სხვა პროტესტებზე. იგივე როდესაც ელემენტარულად ახსენებთ ირინა ენუქიძეს, გირგვლიანის დედას, რომელსაც მოუწამლეს შვილის საფლავის ქვა და ისე მოკლეს. არ გიქმნით იმის, თუ მორალთან პრობლემა არ გიჩნდებათ, როდესაც ახსენებთ ამ ადამიანს და ამ უბედურების შემოქმედი მურუსიძე, ერთ-ერთი შემოქმედი, ამ მთავრობამ უადოდ აირჩია და დღეს როდესაც აი აქ და აი აქ ასანქცირებენ მურუსიძის დაწვა რო უწევს ქართული ოცნების ხელისუფლებას. და თქვენ ახსენებთ ირინა ენუქიძეს, რომლის ოჯახიც გააუბედურეს. ისევე როგორც თქვენი ოჯახი გაუბედურდა და ამაში აქ ლომის წვლილი შეტანილი მურუსიძეს. არ გაგიჩნდათ ამ ყველაფერთან, ან კითხვა არ გაგიჩნდათ, ან მორალთან პრობლემები არ გაგიჩნდათ. მე პირადად გამიჩნდებოდა, იმიტომ ესა სიმართლე.
აღარ ვამბობ იმ სხვა 1000 უბედურებაში. თქვენ გედგათ ხალხი გვერდით და ხმას იღებდით და სხვა ოჯახებმა ან ვერ შეძლეს ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ან ვერ დააორგანიზეს ეს ყველაფერი და მათი შვილების მკვლელები დღემდე სისტემაში რო არიან. კოჰაბიტაციის წყალობით. ისევე როგორც აი თქვათ შავაძის მკვლელები რო ჯერ კიდე სისტემაში იყვნენ რო დაიჭირეს ახლა და კიდე რამდენი მკვლელია იქ ჩაბუდებული გველივით ღმერთმა იცის. აი ესეთ რაღაცებს, აი როდესაც მე ამ ყველაფერს ხედავ და როდესაც ამ ყველაფრის აქმა გამაჩნია, აქ ხო სიკვდილსიცოცხლის ამბავზე არის საუბარი, აქ ხო არ არის საუბარი რაღაცა გინდა პოლიტიკა იყოს, გინდა რა იყოს და იმ ახალგაზრდებს რომ მოუწოდებ 2025 წელს რო ლაპარაკობთ ამას და 2012 წელს არა და 2013 წელს. იმიტომ რომ თავის დროზე რომ მომხდარიყო ჯერ რა ხდება, ჯერ ამას არც გამოძიება ქვია, არაფერი არ ქვია, ესა ამორალური საქციელი საზოგადოების განწყობის შემზადება იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა, როდესაც აიკრძალება, იმას მხარდაჭერა არ ქონდეს საზოგადოებაში, თუ არა. ამას რა ტრიბუნალი ქვია და ამას რა გამოძიება ქვია, ყველა კარგადაა და ყველა გულაობს და მათ შორის თქვენი შვილის საქმის გამომძიებლები და პროკურორები და წინააღმდეგები არიან, ისე როგორც სხვა ჯალათები. არა, პრობლემა კარგად არიან საქართველოში. ხო და ეს ნახევრად სიმართლით და ნახევრად დამოკიდებულებით როდემდე შეიძლება იცხოვოს. სხვასაც მოუკვდა შვილები, არც სხვისი შვილების ერთი ადექით ეხლა და დაიბარეთ კაცო სხვებიც. დაიბარეთ რა ხო ამ ტრაგი კომედიას ატარებთ, ამას გვე ტრაგი კომედია, იმიტომ რომ რასაც ახლა თქვენ აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ხელისუფლება შეინარჩუნოთ და გქონდეთ ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ ნაცმოძრაობა აკრძალოთ და ამას ასეთი ფორმით აკეთებთ. დაუძახეთ მაშინ სხვებსაც, დაუძახეთ სხვის მშობლებსაც დაუძახეთ. კადრები გაანადგურეთ. რა თუნდოდა ამათ სასამართლო და რა თუნდოდა ამათ რამე, რა თუნდოდა კომისია. მოგეყარათ სულ ყველაფერი რაც იყო იმ კასრების კადრებში და ახლაც კარგად გაქვთ შენახული. აი ის უბედური ამბავი რომ მოყვეს, რომ შვილის გაუპატიურებით რო ემუქრებოდნენ და ახალაია და ესენი და ესენი. ერთი ის კადრები ამოიღეთ, ერთი შვილი რო ყავთ დაჭერილი და ესა რა ქვია, მამა რო ყავთ დაჭერილი და დატყვევებულ შვილს რო გველებს და ემგენს რა ქვია, მორიელებს ასმევენ ტანზე და კივის წივის ბავშვი და შობლის გატეხვას ასე რო აკეთებენ. ამის გამოჩენა არ შეიძლება. და ამ კვლელებთან, აი ამ სისხლის მწოველებთან, აი ამ ერის გამოუბედურებელ ხალხთან თქვენ კოცებს, სადაა მორალი, მორალი. თქვენ მორალთან პრობლემები არ გქონდათ 13 წელიწად. ერთად იჯექით, ერთად სვამდით, ერთად ჭამდით, ერთად ღებულობდით კანონებს, ერთად იფორმებდით წილებს. ერთად ყველაფერზე ერთად მიდიოდით. რა ის ოხანაშვილიც რო დანიშნეთ რა ნაცმოძრაობიდან არა, მოსული გადმოპორტირებული, ახლა უშიშროების იმად რო დანიშნე. თუ რომელი ერთს გინდა ახლა დავადო ხელი. რომელსაც ეგ დამპალი წარსული არ გააჩნია. და მე პრეტენზიაო რატო გაქო და რატო აგინებო და რატო გვაგინებო? საგინებლები ხართ ბიჭო, აბა რა ენით უნდა დაგელაპარაკოთ ადამიანი თქვენ? ვინ მიცა კოც მორალი? გამოდით ახლა ეს ჯოგი, ნახირი, მთელი ნახირი და დამიწყეთ კომენტარებში დაწერა ღმერთმა დაალოცოს ბიძინა რო არ ყოფილიყო უარესი იქნებოდა, მეტი მსხვერპლი გვეყოლებოდა, მეტი ეს იქნებოდა, მეტი ის იქნებოდა. არაფერიც არ იქნებოდა უკეთესი, მოხდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო დაპირისპირებაში ვერასდროს რეჟიმი ვერ გაიმარჯვებდა, ჩამოირეცხებოდა სისხლით. და გაიწმინდებოდა ქართული საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ ამ უბედურებით. და არ იარსებებდა ეს ყველაფერი და არ იქნებოდა კოჰაბიტაცია და კოჰაბიტატორი და კოჰაბიტირებული. და არ იქნებოდა ამდენი უსამართლო და ერთხელ და სამუდამოდ დამპალი სისხლი გამოდინდებოდა. ასე იქნებოდა და იქნებოდა სწორიც იქნებოდა. იმიტომ რომ ასეთ უსამართლობაში არ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს. არ შეიძლება ასეთ უსამართლობას აყურებიებდე, მე ახალგაზრდებს თხოვდე პასუხს.
დედა რა მორალური ახალგაზრდები არიან. დედა რა დღეში არიან ის როგორ იქცევიან ეს ახალგაზრდები ასე და გადაქცეული გაქვთ ეს ყველაფერი ახალგაზრდებს მიმართოთ. ეს ახალგაზრდები თქვენი რეჟიმის პირობებში, ზოგი თქვენი რეჟიმის პირობებში დაიბადა და ზოგი თქვენი რეჟიმის პირობებში გაიზარდა 5-6 წლით. ქოცებზე მოკლაპარაკი. რომელსაც ვერ მიეცით, ვერ შესაბამისი განათლება, ვერ შესაბამისი აღზრდა, ვერ დაახვედრეთ შესაბამისი ქვეყანა, ვერ დაიცავით იმ გრანტი ყლაპიებიდან, იმ საწამლავებიდან, იმ უბედურებიდან და ახლა მიდიხართ და იმ ახალგაზრდებს თხოვთ პასუხს. არა, ისინი ფრთიანი ანგელოზები კი არ არიან. მორალი ან გაქვს ადამიანს ბავშვობიდან, ან არა გაქვს. არ შეიძლება ნახევრად თեղძიმე იყოს, ქალი. ნახევრად გაუპატიურებული იყოს. არ შეიძლება ესეთი რამეები. არა აქვს იმათ მორალი. და ისინი ვერ გაიზრდებიან, კარგი, იმიტომ რომ ესეთი მაგალითები მიეცით სკოლიდან, ესეთი მაგალითები მიეცით საზოგადოებიდან, ესეთი მაგალითები მიეცით ტელევიზიიდან. ასე იყო და იჯექით და ლოცავდით ივანიშვილს. და სკოლის პროგრამაში შეიტანეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი და როგორც მეცენატი და გადამრჩენელი. მოწამლეთ ქვეყანა. და აი მიმიფურთხებია თქვენთვის, ბიჭო, ყველასთვის მიმიფურთხებია, ვინც თქვენი პირადი გამორჩენის გამო ამ ყველაფერს ხვდებით. ამას არ ხვდებოდე, ვერ ხვდებოდი ადამიანი არ შეიძლება. ამას 5-6 წლის ბავშვი მიხვდება. ყველაფერს ამას ხვდებით. მაგრამ მაინც იმიტომ რომ თქვენი პირადი გამორჩენა გქონდეთ, აგრძელებთ გემრიელად ასეთ ცხოვრებას. და ლოცავთ ბიძინას. აი ესეთი ამორალური არის თქვენი ბიძინა, ასეთი ამორალურები ხართ თქვენ. ასეთი ამორალური საზოგადოებაა საქართველოში. როგორც ხელისუფლება, ისევე ოპოზიცია. დაიწყებენ. შენ დროს ეს რომ მოკალი, იმის დროს რომ ეს მოკლეს, ახლა რო ასე იყო, აბა რაფალიანცის საქმე, აბა იმის საქმე, აბა ამის საქმე. ამას უყურებს საზოგადოება. მახსენდება ხორავას ქუჩის ტრაგედია რომ მოხდა. მაშინ სისხლჩასაბარებლად ავედით იქ და ავიყავით ერთეული ადამიანები იყო, 10-15 ადამიანი იყო. გაიგო, ყველამ გაიგო, კაცო, რაც ხდებოდა. იმ საღამოს ტაშფანდური ჰქონდათ გამართული იქ. ემაში. ნაცკოცებს. ფილარმონიაში. და მერე მიტინგი რო გამართეს, მიტინგზე შვილმტარი დედები მოიყვანეს და ამ შვილმტარ დედებს ალაპარაკებდნენ. რომ ამის დროს იმის შვილი მოკდა, იმის დროს ამის შვილი მოკდა და ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ საპროტესტო მუხტი გაზრდილიყო. ამორალური როა ჩემო ძმაო, ამორალური მარტო ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება. ამორალური არის მთლიანად საზოგადოება. მთლიანად საზოგადოება არის ამორალური, ვინც ამ ყველაფერს ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს რაიმე გამართლებით ფორმას აძლევს. და არა აქვს ისეთი რეაქცია, როგორიც უნდა გქონდეს. არა აქვს. მე ვერ ვნახე ეს გამწარებული მშობლები. როდესაც მურუსიძე ინიშნებოდა იმათ. მოსამართლედ უვადოდ. მე ვერ ვნახე ეს გამწარებული მშობლები, ზუსტად იმ რობაქიძის გამომძიებლები და პროკურორები რო წინაურდებოდნენ. მაშინ ჩუმად იყვნენ. აი, როდესაც მოდის არჩევნები, როდესაც მოდის ესეთი რაღაცები, მაგროს აქტიურდებიან. არ არის ეს, არც ეს არაა მორალური. კი. შვილმტარი მშობელია და ქვას რო არ ისვრის, არ უნდა გიკვირდეს, მაგრამ გავიდა ამდენი ხანი, გავიდა ამდენი წელი და რაღაცას დაფიქრება ჭირდება. სიმართლე არის ეს, რასაც მე ვამბობ. იმ პოლიციელების, იმ სპეცრაზმელების, იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს და იმ სააკაშვილის და ემათი მთავარი ფინანსისტი იყო ბიძინა ივანიშვილი მაშინ. ის შეიარაღება, ის აღჭურვილობა და ის უბედურება, რასაც აკეთებდა, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ფულით ნაყიდი. და მხარს უჭერდა და საერთოდ არ ახსოვდა და საერთოდ არ აინტერესებდა ბიძინა ივანიშვილს არც ბუტა რობაქიძე და არც გირგულიანი და არავინ. ეხლა როდესაც მოვიდა, ამდენი ხანი თავზე ხელს უსვებდა, გადაფარებული იყო, როგორც კრუხი წიწილას. ისე, სანამ თვითონ არ შეეხო. ისევე როგორც მაშინ, სანამ თვითონ არ შეეხე. ეხლა დაიწყო ისევე კლოუნადის თამაში. და ქვეყანაში მიმდინარეობს კლოუნადა.
კვლავ უნდა დამიმდინარეობს და ხალხმა ამას უნდა უყუროს ამ შეერმა გაძვალტყებულმა ხალხმა და დედა რა საშინელი ხალხი იყვნენ ნაცები და მეტ არასდროს დაბრუნდებოდნენ და რითი განსხვავდებით თქვენი ნაცები რითი განსხვავდება არაფრით ქართული ოცნება არაფრით არ განსხვავდება უარესიცაა მე თუ მკითხავ იმიტომ ის ნაცები პირდაპირ იცოდი მტერი იყო პირდაპირ იცოდი რომ დამპალი თესლის ნაყოფი იყო და იცოდი რომ უნდა გებრძოლა და ესენი მოვიდნენ ჰიჰიჰაჰათი მოფერებით ამით იმით თქვენი ჭირიმე მეცენატი სამშობლოს აქეთ იქეთ სამართლიანობას აღვადგენთ და აი 13 წელიწადია გასული და ამერც სირკებს გამ იმიტომ რომ თვითონ ეგდონ სკამზე თუ არა ამათ სამშობლოა ინტერესი ამათ ქვეყანაა ინტერესი აი ისე იცოცხლოს მაგათმა და მისმა ჯიშმა და ჯილაგმა როგორც საქართველოს უყვარდეთ ნაცებს და კოცებს აი ასე ვარ გაგრძელდება ახლა ეს კიდე კარგ ახალს აგრძელდება ეს უბედურება კიდე გამოიყვანენ გამწარებულ ხალხს წავა ამაზე ლაპარაკი ჯობს გვიან ვიდრე არასდროს დაიწყება არაფერი გვიან არ იქნება რომ მიდიოდეს ახლა ამათი გასამართლება რომ მიდიოდეს მართლა ამათი პასუხისმგებლობა და მართლა დამნაშავეების დასჯა ჩანდაბა სიტყვა და ადამიანი რომ აჰა და ჯობს მართლა გვიან ვიდრე არასდროს როდესაც ცირკი მიდის და ამ ცირკს ისევ და ისევ პოლიტიკური ინსინუაციების იმათ რა ქვია ბინძურ პროდუქტად იყენებენ შეიძლება რა ეხა ჩემო ძმაო არასდროს არ გამოჩნდება საქართველოში მესამე ძალა სისტემა არის ერთი და ყავს ყველა თავისი არასდროს არ გამოჩნდება სისტემა არასდროს არ გამოაჩენს მესამე ძალას სისტემას უნდა დაუპირისპირდეს ხალხი და მოსახლეობა და უნდა დაანგრიოს და გატეხოს თუ არა სისტემა გატეხავს ხალხს არასდროს არ იქნება დაანებეთ ამ უცნებებს თავი რომ ამოჩნდება ვიღაცა კეთილი სამართლიანი შეძლებული ქართველი კეთილშობილი რაინდი რომელიც გაერთიანებს ირგვლივ ხალხს და დაამარცხებს ამ ბოროტების იმპერია არ იქნება ეს არ მოხდება ეს ზღაპრებში ხდება ასე რეალობაში ასე არ ხდება ხო მესმის ქალბატონო რომ საქართველოს ქართველების გარეშე უკვე გეგმა დიდი ხანია ამუშავებულია მუშაობს და ეხლა ამას რო ეტყვი კოცებს კოცი გეტყვის რომ შენ ბიძინაზე ამას როგორ ამბობ რამდენი ეკლესია აშენა და სამება აშენა და ყველმოქმედება გაწია ამას დაგიწყებს ლაპარაკს და ბიძინასნაირი კაცი ვინაო რომ ერთადერთი მიზნით ზია ახლა შობელძაღლი ვიღაცა სოფლის ტენდერს იღებს სადღაც და მადლობელია ბიძინას ლოცვით აი ხა ასეთ ნაგავი ხალხიდან და არ აინტერესებს არც სამართალი არც თავმოყარეობა და დარწმუნებული ვარ 2012 წელს იქ იყო ნაცებში დაცებში იყო როგორ იცი როგორც დღევანდელი კოცების აბსოლუტური უმრავლესობა თუ არა 80% ნაცებში იყო ბა ვინ იყო ვის ახსოვს ეს ხალხი სად იყო კობახიძე სად იყო მდინარაძე სად იყო თალაკვაზე პრიქით იქეთ იყო ახლა ბოლო დროს მიჩხმალეს სადღაც ოხანაშვილი ნაცებში იყო ესენი ყველა იქ იყო კოჰაბიტაციის მადლმა გადმოიყვანა აი ამ სიმართლეს რო ეტყვი მე შენ ხარ ცუდი ამას როგორ ამბობ მაგათ ბელაძე ეგეთ წმინდა ადამიანს ამას როგორ ამბობ ახლა ეკლესიაზე ამბობთ და ეკლესიას არ შევეხები მე ეკლესია ღვთისმსახლია და ეკლესიაში ეშმაკის ბევრია შემძვრალი და პატიოსანი მღვდელიცაა მაგრამ კონკრეტულ კითხვას სვამ საპატრიარქო პირველი იყო ვინც ხელს უშლიდა ამ ყველაფერს პირველი იყო საპატრიარქო რომელიც ხელს უშლიდა ეს დაგავიწყდათ ეს მართლა გაცოფებული ხალხი რომელიც პროტესტს გამოხატავდა მირეკავდნენ საპატრიარქოსთან ამ ხალხს და იქიდან ახლა ვილოცოთ ახლა დაგლოცოთ ახლა ესქენით ახლა ისქენით პატრიარქმა ეს გითხრა პატრიარქმა ის გითხრა არ შეიძლება რეულობა არ შეიძლება დაძაბულობა არ იყო ასე არ ხდებოდა ასე ერთი პატრიარქს და საპატრიარქოს არ მოწონდა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა თორე აი რა 9 აპრილი მოდის და
ჯერ კიდევ არა გააზრებული ხალხს 9 აპრილი რა იყო რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგრამ ნუ კაი არა აქვს ეს მაშინ რა როლი ითამაშეს ამათ კისერზე იყოს ყველას მოეთხოვა მე ასეთი გარყვნილი საზოგადოება აი ესეთი გარყვნილი საზოგადოება საქართველოში რო არის საზოგადოებას რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეითავსოს და ყველაფერი შეეგუოს ოღონ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე არ მინახი არსად არც ერთ ქვეყანაში არ მინახე უამრავი ქვეყანა მოვიარე ყველაზე დიდი გარყვნილება არის ეს აფირისტობა და სიმართლეზე თვალის დახუჭვა და ტყუილში ცხოვრება და ესა ფარისევლობა და ეს ღმერთის სახელით ლაპარაკი და ამაზე მეტი საშინელება არაფერი არა. აციდან შემოძმაო მე ის გზა ვირჩიე, რასაც ვხედავ და მიმაჩნია რომ ესა ასწორი და ესა არასწორი და მაგენი ფულის გულისთვის შენს გაკიდიან, მეც გამყიდიან და თელ საქართველოს მიაყიდიან ზედ ფეხებს დაიკიდებენ, ოღონ თავიანთი უჯიშო შთამომავლობა ყავდეთ კარგად და თვითონ იჯდნენ სკამზე და ოღონ სიმართლე არ ალაპარაკო ამ ხალხს და იმსახურებს მე ეს გარყვნილი საზოგადოება ესეთ ცხოვრებას და ცხოვრობს ასე. მოვა არჩევნები, მთელი პერიოდი დაუწყებენ ბიზნესს, რამდენს მაინც წავლიან იმას ეირჩევენ. გამოვლიან მერე და გაახსენდებათ, რომ იმას ვერ იტყვის ვერავინ, რომ არ იცის ამ ხალხმა. რა არ იცის? შენიშვილის ყოლელების პროკურორები და ესენი რა ქვია გამომძიებლები რომ დაწინაურებულია ის არ იცი? ან ირინა ენუქიძის და გირგვლიანების ოჯახის გამანადგურებელი მურუსიზე რომ სამუდამოთაა გამწესებული ეს არ იცი? მიწაში რა ის იციან? გამოდიან ახლა და მადლობას უხდიან ბატონ ბიზნესს რომ ესეთი ცხოვრება არ იმსახურებს რა აი პირდაპირ გეუბნებით ქართველი ერი არის ცოდვებით დამძიმებული და გასაწმენდია ეს ქვეყანა და გასაწმენდია ეს საზოგადოება და გაიწმინდება ძალიან ცუდად გაიწმინდება იმიტომ რომ ამ ბოროტებასაც აქვს დასასრული დანაშაულის ჩამდენი ნაციონალური მოძრაობა მარტო არა ესენი არიან თანაზიარი ხალხი ჩვეულებრივი დანაშაულებრივი სინდიკატია ორივე და ესენი უფრო უარესები არიან, იმიტომ რომ სამართლიანობის განცდა მოკლეს. რამდენი პოლიტიკური პატიმარი თვითონ რო აღიარეს, დღეს უკვე ცოცხალი არა. აი, მე ვიდა აგერ ვინც ხარ ქოცი კიდო. ვინ ხარ ბიზნეს რო აგინე. ახლა არ შემიგინებია სიმართლე გითხრა, მაგრამ გინება არაკლია მაგას ჩემგან და ერმილე ვარ ნემსაძე ბატონო ნუგზარ გორგასლიძე ვერ მცნობ ქართველი უბრალო ქართველი რომელიც თulis რომ ჩემი ერის უბედურებაში ყველაა დამნაშავე და აი ამ ლოგიკით საუბრობ რომ ასე იყო და ვერ მეტყვი შენ მე იმას რომ ბიძინა ივანიშვილი არაფინანსებდა მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას და გვერდით არ ედგა ამ პროექტს იმიტომ ეს ასე იყო ვერ მეტყვი შენ იმას რომ ბიძინა ივანიშვილი არ მფარველობს დევანდელ დღემდე ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ რომ ასია და კოჰაბიტაციაშია ახლა რა გინდა ახლა შევაგინებ აბა რას ვიზამ და შენ შეგაგინებ იმიტომ რომ იდებილებ თავს და იქნები ღირსი იმიტომ რომ შენ თუ არ გინდა დაინახო სიმართლე მე მაინც მაცადე ნუ მასწავლი ჭკუას თუ ცდები და თუ ასე არა მითხარი ახლა აბა როგორაა ამით ახლა deep state ის ამერიკელები არ აძლევდნენ უფლებას ეს არ ხდებოდა ის არ ხდებოდა ფული რო გოუნახევრდა ისა რა ქვია ევროპის ბანკებში ახლა გაახსენდა ხო სამშობლო და ახლა გაახსენდა სამშობლოს სიყვარული მასია ჩემოძმაო მაგ ნაგავი თემურ ალასანია და მაგ ნაგავი სააკაშვილი მაგ ნაგავ საზოგადოებიდან და ჯანსაღი საზოგადოებიდან კი არ მოდიოდნენ მაგ ნაგავი საზოგადოებიდან მოდიოდნენ და კარგად უბრალოდ მთელ ერს შეგვეხენ და ვინც ნორმალურია იმასაც შეეხენ ერში თუ არა მასასთან მიმართებაში ძალიან დიდი მასისთვის ზუსტად ზედგამოჭრილი იყო მაქსიმუმ სამწუხარო ერთთან მიმართებაში არა მაგრამ აი მასასთან მიმართებაში კი
კი ბატონო, შევარდნაძის მარჯვენა ხელიც იყო. და მთელ ამ უბედურებაში აქ ლომისწვრილი შეტანილი. არ უნდა ქართველს სიმართლე. არ უნდა ქართველს. არ უნდა ქართველს სიმართლე. უნდა ტყუილი. უნდა აფირისტობა, უნდა სიყალბეში ცხოვრება, უნდა თვითონ იყოს კარგად. ასია დღეს მთელი ინტელიგენცია, მთელი ეს სელებრიტები, მთელი ეს ბომონძღი, ყველა ვინცა უკანალში შემძრალი. ახალგაზრდებს აბრალებს. თვითონ მე გავზარდე ახალგაზრდობა. მაგათმა სკოლა არ გაზარდა და მაგათმა სოციუმი არ გაზარდა. ბიძგვინა, არ მეცინება სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მე რასაც ვხედავ, ჩემო ნონა, იმაში არის საქმე, რომ საზოგადოებას არაფერი არ ეშველება რა. და სიმართლე გითხრათ, უფრო უარეს ცხოვრებას იმსახურებს. აი ეს როგორი ორჯერ 2-4-ია, იცით? უფრო უარეს რო იმსახურებს. იმიტომ რომ ადამიანი თვალს დახუჭავ ყველაფერზე, იმიტომ რომ შენთვის იყოს ყველაფერი კარგად და მისაღები იყოს და პოლიტიკურ აიყო შედალოცვილო, იმ შენ მკვდარშვილს უკვე ვინმე ხომ ვეღარ გაგიცოცხლებს. ვინმე ხო ვეღარ გააცოცხლებს იმ შენ მკვდარშვილს. როგორც შენი მკვდარი შვილია და როგორც შენ ხარ გამწარებული მკვდარი შვილით, ისია გამწარებული სხვაებიც. ისია გამწარებული და თქვი სიმართლე რა, ბოლომდე თქვი. აღარ ვამბობ იმას, რაც ამათ დროს არასწორი მოხდა კაცო იმას. მე ნაცობას დამიწყებს ვინც ხარ დებილები და ბრალები. ერთ პარტია შვილმკვდარ დედებს, მეორე პარტია შვილმკვდარ რა ქვია, მამები არ ახსოვთ. საერთოდ ვერ ვიტან მაჩალიკაშვილის ატანა არა მაგ არაკაცია, მაგრამ ისიც შვილმკვდარი მამაა და ისიც გამწარებულია. და ჩააკალეს არაფლის გამო უიარაღო შვილი მოუკლეს ლოგინში. ისიც მისი შვილი იყო. ეგრეა, ამიტომ გაგრძელდეს ეს ყველაფერი ჯერ და გაგრძელდება კიდეც და რამდენი უსამართლობა რასაც მოიტანს ისიც გამოჩნდება და გაგრძელეთ ახლა კიდე უბედურებებით და სხვისი ტრაგედიებით და სხვისი ამბებით, რომელიც ისედაც იცის საზოგადოებამ და უფრო უარეს მოგიყვებით კიდე. უფრო უარეს მოგიყვებით, ვიდრე იყვებიან. ის რაც მე ვიცი, რაც გამიგონია და სადმე მომისმენია კი არა, ცოცხალი ადამიანები. რები აქვს მაკეთები. არ მოვიდნენ ისინი და 20,000-ით დააჯარიმეს, 50,000-ით დააჯარიმეს და რა მოხდა მერე? რა მოხდა? არაფერი პრობლემა არა. იმათ კიდე იმის ტვინი არ ყოფნით, მივიდნენ იქ და ბლა მაინც ილაპარაკონ და არაადეკვატურად გაცემ. პასუხი ამის ტვინი არა აქვს. გაუქმებულია როსვამ ჯიგარო კითხავს სკოლებში რომ რელიგია არის სწავლება და მაგაზე აგერ თემუ ბოკელავაძემ 15,000 ხელმოწერა შეაგროვა მე მგონი და რომ მივიდა ზოგიერთ მოძღვართან და იმასთან მომაწერიე ერთმა კაცმა ქართველ ქრისტიანულ ქვეყანაში საქართველოში რო კითხო და ხდლებმა მათ შორის კეკელიამ და იმათმა ასე უთხრენ რომ ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით. ხო. და საპატრიარქო არ იყო წინააღმდეგი რო გამოვიდა იმის რა ქვია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოწმაო თუ დაო არ ვიცი რომელი ხარ. ინკოგნიტონიკი. მე რო დამიწყეს ისა ვიდეოების ამოჭრა და ისა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და საპატრიარქო გამოვიდა წინააღმდეგი. არ ვიცი შემოგევლი, არ ვიცი ეს დღეებია არ მქონია არავისთან ისეთი კონტაქტი და ეს ჩემ პრობლემები მქონდა ადამიანური. ასე გარდამეცვალა ახალგაზრდა ბიჭი და
არ მქონდა არაფრის თავი და შევეხმიანებინ. გვექნება მომდევნო ლაივი და ვისაუბრებ დავსვათ კითხვებს. ალბატონო ნინო ყველა ერთი სექტარი 92 წლიდან მოყოლებული დღემდე. ყველა ერთი სექტარი. და ყველა ერთი სექტარი ვინც ამ არჩევნების გამართლებას აძლევს და ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობს. ყველა ერთია. თქვა წონებულმა ზრიად. იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთი. ისია დღემდე და არ უნდათ ამ სიმართლის თემა საზოგადოებას. არ ვიცი შემოძმაო არავინასაც წამსვლელი არა, მაგის ვაშკაცობა და მაგის მაგი რო გააკეთო, შემოძმაო სამშობლო უნდა გიყვარდეს. სამშობლო უნდა გიყვარდეს ძალიან. რო ადგე ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო და ადგე და წახვიდე. ადგე და წახვიდე და შენი ქვეყნისთვის სასიკეთო რაღაცა გააკეთო. თუ არა მინიმუმ ცადო. გამოვა თუ არა ეს სხვა არის რა. ოქროს ურდოში ხო არ მიდის რომ თავი მოაჭრა. ადგეს და წავიდეს. სამგზავრო ფული თუ არაა პრობლემა მაგის. შეუკრიბავთ აქედან რაღაცას და აუღებთ ბილეთს და წავა. აინასაც წამსვლელი არაა და არავინ არაფრის გამკეთებელი არაა. ამდენი ხანია. რას ერთ წეტყვის ახლა ვიძგვინა და აგირჩიეო, კაცო და განსხვავებული ხასიათი შენც არ გამოავლინოო და იქნება ის. ვიცი რა. აი მოკლედ ამის თქმა მინდოდა რა და აი ესეთი საზოგადოება როგორც საქართველოში ჩამოყალიბდა და ფორმირდა. ეს საზოგადოება უკეთეს ცხოვრებას ნამდვილად არ იმსახურებს და ძალიან გთხოვთ რა აი ვიღაცები რო დაიწუწუნებენ რაღაცას უთხარით რომ თქვენ თვითონ სად იყავით როცა ამდენი უსამართლობა ხდებოდა რა. ვიცი ალბათ მე იტყვიანი დუმილი ოქრო ირჩეული იყო ესეც ვინც მამაო ასწავლის ახლა ამ იმას და ასე იქნება და ასე გაგრძელდება. ესია იგივე მე ჩემ წინააღმდეგაც რო იყოს ეგ ყველაფერი ხო აი მეც რომ ეხებოდეს ეგ ყველაფერი სიმართლე ასე არის და ვერ ვიტყვი იმას რომ აი მე მეხება იმიტომ რომ შეგნებულად ახლა ხოცების მოთრევაში რა თქმა უნდა მეც მაქვს ლომისრული შეტანილი ჩემ ოჯახსაც აქვს შეტანილი და კი ბატონო მაშინ მართლა ისეთი სიტუაცია იყო უკეთეს ვერ ხედავდით და ნამდვილად მასე უნდა ყოფილიყო მაგრამ მე რაც ამათმა ღალატი გაუკეთეს ქართველებს ამაში მე უკვე წვლილი არ შემიტანია არაფრის და არც არასდროს მომითხოვია რომ მე თქვენ გვერდით ვიდექი და ახლა მე მომაქციეთ ყურადღება მე ვიყო კარგად და მსგავსი რაღაცები ასეთი ამორალური საქციელი არ ჩამიდენია როგორც დაიწყეს მქონდა პროტესტი და მაგ ახლაც პროტესტი და მექნება აი კარგად ზამდებოდეთ ჩვიდობა მოგცემთ მართლა